საერთოდ არაფერი იცვლება, ვიღაცებისთვის მნიშვნელოვანი არის. მე მგონი ნებისმიერ ვარიანტში ამდენი ცვლილება ასეთ მოკლე პერიოდში არის ნიშანი იმისა, რომ არის გარკვეული რყევები თვითონ რეჟიმის მხარესაც და ჩვენი ასე ვთქვათ რაღაცა მონაპოვრებიც უნდა დავინახოთ. რაც შეეხება ახლად დანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ამაზე უფრო მეტად შეგვიძლია თვითონ რუსთაველზე ვთქვათ, მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც განათლების სექტორში უმუშაობთ, ძალიან კარგად ვიცნობთ გელა გელაძეს, რომელიც უბრალოდ მარტივი ჩამონათვალი რო გავაკეთოთ, არასრულ ერთ წელიწადში ეს კაცი იყო განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო სუსის ხელმძღვანელის მოადგილე და ეხლა არის შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთ მრავალპროფილური არის ეს ადამიანი. ყოველთვის ეს ადამიანი იყო გარგონულად ვთქვათ, ოდეერი, თანერგილი ნამდვილად ადამიანი. ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც დიმიტრი შაშკინის მარჯვენა ხელი იყო და მისი მთავარი მოვალეობა განათლების სამინისტროში უშუალოდ იყო სკოლების კონტროლი და დაქვემდებარება განათლების სისტემის იქამდე. მისი მთელი კარიერა მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალურ პოლიციაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდგომ ქართული ოცნების პირობებშიც სასჯელოსრულების სამინისტროში მუშაობდა განათლების სამინისტროში საკმაოდ სუხე პერიოდი, თუმცა ყოველთვის იყო ასე ვთქვათ ჩრდილში და არასდროს არ ჩანდა წამყვან პოზიციაზე, გულისხმობ მინისტრის პოზიციაზე, მაგრამ როგორც ჩანს ეხლა დაჭირდათ და აი ამ პოზიციაზეც დააყენეს ეს კანდიდატურა. მოკლედ მნიშვნელოვანია, რომ ესე გომელაურის გადადგომა, მით უმეტეს ასეთ ძლიერ მინისტრად წარმოაჩენს ყოველთვის. ამიტომ ჩვენი ბრძოლა, უწყვეტი ბრძოლა ცხადია უნდა გავაგრძელოთ იქამდე, სანამ არ უნახავთ ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ზუსტად იგივე ჟესტებს, რაც ნახეთ ვახტანგ გომელაურის მხრიდან და იქამდე, სანამ ჩვენი გამარჯვება არ იქნება აბსოლუტური. ამიტომ მადლობა ყველას დღეს მოსვლისთვის. როგორც იცით, ხვალ ესე იგი ვიკრიბებით 7:09-დან ვიკრიბებით მკაცრად, იმიტომ რომ 7 საათზე 8 წუთებზე უკვე უნდა დავიძრათ უერთდებით თავისუფლების მოედნის მიერ ყოველკვირეულ აქციას უზენაეს სასამართლოსთან, სადაც სასამართლოს აპროტესტებენ ისინი და აქვთ თემატური, ასე ვთქვათ, დისკუსიები თუ მოხსენებები. ჩვენი სოლიდარობა ამ შემთხვევაში გვინდა რომ გამოვხატოთ ზოგადად ასეთი უწყვეტი პროტესტისადმი და მეორე მხრივ უშუალოდ ამ პროტესტში აქტიური მონაწილეებისადმი, ვინც თავისუფლების მოედნიდან აქ ესწრებიან, ეს იქნება ერთგვარი ჟესტი ჩვენი მხრიდან. ამიტომ ხოლმე ჩვენ გავხსენებთ ეს ახლა რამდენიმე წუთში ფაქტსაც დავწერთ, რომ ხვალ 7:09-დან შევიკრიბოთ და 7 საათზე 8 წუთებზე დავიძრათ, რომ 8 საათზე უკვე იქ ადგილზე ჩვენს მეგობრებს შევუერთდეთ. დიდი მადლობა და შეგვიძლია დავიძრათ რუსთაველზე. უსმინეთ ხალხის ხმას, ხალხი ითხოვს სამართალს, ვერ ჩახშობ ხალხის ხმას, ხალხი ითხოვს სამართალს, ერთმანეთის მხარ და მხარ, ხარ და ხარ, დავიბრუნებთ სამართალს, სამართალს, სამდეადის სიმართლე, სიმართლისთვის ფოლომდე, თავისუფლება მედიას, პირველი არხი ჩვენია, თავისუფლება მედიას, პირველი არხი ჩვენია, გაშუქეთ სიმართლე, სიმართლე, გაშუქეთ სიმართლე, სიმართლე, ეთერი ხალხ, შენობა ქალაქ, ეთერი ხალხ, შენობა ქალაქ, ეთერი დევნილე, ეთერი გევნილე, ეთერი მაღაროელე, ეთერი მაღაროელე,
სიტყვების მშობლე დამხობა რეჟი თავისუფლება თქვენ დამხობა რეჟი თავისუფლება თქვენ თავისუფლება რეჟიმის თქვენ თავისუფლება თავისუფლება რეჟიმის თქვენ თავისუფლება გვახსოვს ტერორის ხები თავისუფლე თქვები გვახსოვს ტერორის ხები თავისუფლე თქვები არ დავივიწყებ ჩაქვრას არ გაპატიებ ტერორს არ დავივიწყებ ჩაქვრას არ გაპატიებ ტერორს დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი ცის რუსეთის დამპალი იმპერია დამოუკიდებელ საქართველოს ციტება დამოუკიდებელ საქართველოს ის რუსეთის დამპალი იმპერია გაშუქეთ სიმართლე სიმართლე გაშუქეთ სიმართლე სიმართლე ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს ცეცხლი ტერორს ცეცხლი ტერორს ცეცხლი ჩაქვრას ცეცხლი ჩაგვრას ცეცხლი დუმიუს ცეცხლი დუმიუს ცეცხლი ავტორიტარიზმს ცეცხლი ავტორიტარიზმს ცეცხლი კოლონიალიზმს ცეცხლი კოლონიალიზმს ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას თავისუფლება რეჟიმის თქვენ თავისუფლება გამარჯვება რეჟიმის თქვენ გამარჯვება გვახსოვს ტერორის ხები თავისუფლე თქვები გვახსოვს ტერორის ხები თავისუფლე თქვები გვახსოვს სრუმაწმები გვახსოვს სრუმაწმები გვახსოვს სრუმაწმები გვახსოვს სრუმაწმები არ დავივიწყებ ჩაქვრას არ გაპატიებ ტერორს არ დავივიწყებ ჩაქვრას არ გაპატიებ ტერორს საკუთარი არის მტერი არ დარჩება დაუსჯელი საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი საქართველო ათექი აჯანყი საქართველო ათექი აჯანყი გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდე უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდე გაუსმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს რაჩახშობთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ერთმანეთის მხარ და მხარ ხარ და ხარ დავიბრუნეთ სამართალს სამართალს კიდევ უფრო ხმამაღლა ხმამაღლა დავიბრუნეთ სამართალს სამართალს დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ თავისუფლება რეჟიმის თქვენ თავისუფლება თავისუფლება რეჟიმის თქვენ თავისუფლება ცის რუსეთის დამპალი იმპერია იდება დამოუკიდებელ საქართველოს იდება დამოუკიდებელ საქართველოს ძირს რუსეთის დამპალი იმპერია ყველგან კორუფცია არ სამართალი ყველგან
პოლიცია სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება შვიდობა არ გვაქვს სამართალი არ გექნება შვიდობა ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს ცეცხლი ჩაგვრას ცეცხლი ჩაგვრა ცეცხლი ტერორს ცეცხლი ტერორ ცეცხლი დუმილს ცეცხლი დუმილს ცეცხლი ავტორიტარიზმს ცეცხლი ავტორიტარიზმს ცეცხლი კოლონიალიზმს ცეცხლი კოლონიალიზმს ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას გაშუქეთ სიმართლე სიმართლე გაშუქეთ სიმართლე სიმართლე სამდღეადის ეს სიმართლე ყოველ დღე სიმართლის ბოლომდე ბოლომდე ჭვება ხალხია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხია ძალა ერთობაშია ერთმანეთის მხარ და მხარ ხარ და ხარ დავიბრუნებ სამართალს სამართალს კიდევ უფრო ხმამაღლა მაღლა დავიბრუნებ სამართალს სამართალს ყველგან კორუფცია სამართალს ყველგან მილიცია სამართალს არ იქნება სამართალი არ იქნება შვიდობა არ გვექნება სამართალი არ გექნება შვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინობა მოусმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს ვერ ჩახშობთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს გვახსოვს ტერორის დღეებით განთავისუფლე ტყვეები გვახსოვს ტერორის დღეებით განთავისუფლე ტყვეები გვახსოვს სრუმოწმებით ვახსოვს სრუმოწმეები გვახსოვს სრუმოწმებით ვახსოვს სრუმოწმეები დაკენონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია დაკენონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია ხალხის ბედს ხალხის ხვეწ ხალხის ბედს ხალხის ხვეწ ხალხის ბედს ხალხის ხვეწ არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაპატიებ ტერორს არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაპატიებ ტერორს საკუთარი ერის მტერი არ დარჩება გაუჟელი საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება გაუჟელი საქართველო ატაკი აჯანყდი საქართველო ატაკი აჯანყდი გამარჯვება ხალხია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხია ძალა ერთობაშია უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინობა ვერ ჩახშობთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს ვერ ჩახშობთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ერთმანეთის მხარ და მხარ ხარ და მხარ დავიბრუნებთ სამართალს სამართალს
ერთმანეთის მხარდამხარ ხარ და მხარ დავიბრუნებთ სამართალს სამართალს არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაპატიებ ტერორს არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაპატიებ ტერორს დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია საკუთარი ერის მდარი არ დარჩება დაუჟენი საკუთარი ხალხის მდარი არ დარჩება დაუჟენი საქართველო დაქი აჯანყი საქართველო დაქი აჯანყი ცაცხლი პოლიციურ რეჟიმს ცაცხლი ჩაგვრას ცეცხლი ჩაგვრა ცაცხლი ტერორს ცეცხლი ტერორს ცაცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქია ცაცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქია დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება ცირს რუსეთის დამბალი იმპერია იღება დამოუკიდებელ საქართველოს ცირს რუსეთის დამბალი იმპერია იღება დამოუკიდებელ საქართველოს დიდება დამოუკიდებელ საქართველოს რუსეთის დამპალი იმპერია დიდება დამოუკიდებელ საქართველოს რუსეთის დამპალი იმპერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება ცაცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქია ცაცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქია უწყვეტ პროტესტს ეს არის უმნიშვნელოვანესი და როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეულ შედეგებზე ხშირად არის ხოლმე ეს ნიჰილიზმი აქვს თუ არა ასეთ უწყვეტ პროტესტს შედეგი რეალურად ვიღებთ თუ არა რამეს და ჩვენ ვხედავთ დილიდან აქამდე ვხედავდით არაერთი ასეთ შემთხვევა იყო, მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო ვახტანგ გომელაური გადადგა და ეს არის რაც შორის აი ამ უწყვეტი პროტესტის დამსახურება. ის ნათქვამი, რომ აი მშვიდობიან პერიოდში გადავდექი, რეალურად შეგვიძლია პირიქით გადავიტანოთ და მათთვის არის ძალიან მძიმე პერიოდი, რომ ვეღარ ინარჩუნებენ. ადამიანებს უკვე მერამდენე შემთხვევა არის აი ესეთი დავარქვათ საკადრო ცვლილებების, გადანაცვლებების და ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი, მაგრამ საკმაოდ ისეთი მსხვილი, ასე ვთქვათ, ცვლილება, ვისი ნელ-ნელა უკვე შევსებაც ნამდვილად რეჟიმს გაუჭირდება და ვინც არ უნდა თქვას, ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ეს არის აი ამ უწყვეტი პროტესტის შედეგი და ვისაც გჯერა აი ამ უწყვეტი პროტესტის ნამდვილად გავაგრძელებთ, ვიქნებით ხვალაც, ვიქნებით ზეგაც, ვიქნებით სასამართლო პროცესებზე, რომელიც დღეს იმართებოდა, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესები, რომელიც რეალურად არის ნამდვილად უსამართლო და არ დავთმობთ ჩვენ სიმართლეს, არ დავთმობთ რეჟიმის ტყვეებს და ვიქნებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება თავისუფალი და სანამ არ მივიღებთ რეალურ ნამდვილ დამოუკიდებლობას. რაც შეეხება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, მე კარგად ვიცნობ ამ ადამიანის ბიოგრაფიას და შემიძლია მოკლედ გითხრათ მის შესახებ. ესე იგი, ეს არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ხელისუფლება ძალიან კარგად ერგება. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ეს ადამიანი მსახურებდა ძალოვან სტრუქტურებში, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალურ პოლიციაში, იუსტიციის სამინისტროში
იყო მათ შორის განათლების სამინისტროში და განათლების სისტემის დაქვემდებარება და დამორჩილება ებარა მას. აი ამ არასრულ ერთ წელიწადში ეს ადამიანი აი ჩამოვთვლი უბრალოდ იყო არასრულ ერთ წელიწადში იყო განათლების მინისტრის მოადგილე, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იყო სუსის ხელმძღვანელის მოადგილე და ეხლა არის შინაგან საქმეთა მინისტრი. აი ეს კადრები თუ გახსოვთ თქვენ საარჩევნო პერიოდში მას შემძვრალი ბაღის აღზრდელები, შემძვრალი მასწავლებლები, ხო მეხის თქვენ შემძვრალი მასწავლებლები, რომლებიც რეალურად პარტიას ემსახურებოდნენ და მათ არაფერი საერთო არ ჰქონდათ რეალურად თქვათ ჩვენი შვილების განათლებასთან, აი ამას ემსახურებოდა გელა გელაძე და ამის შემსრულებელი იყო, ამის აღმასრულებელი იყო, ხო რეალურად. პოლიციურ სისტემაში თავის დავალებებს ასრულებდა, იუსტიციის სამინისტროში კიდევ სხვა დავალებებს ასრულებდა. დღეს ის დაჭირდათ შინაგან საქმეთა მინისტრად და გადმოისროლეს აქ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით გელა გელაძეებს და რეალურად აი ესეთი სისტემური ცვლილება გვჭირდება ჩვენ და რეალურად უნდა მოვიშოროთ გელა გელაძეები იქნება თუ ეს მურუშიძეები იქნება, იმიტომ რომ ხედავთ რომ ეს სახეები არ იცვლება და მათი ცვლილება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ხედავთ რომ რეალურად ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი მონოპოლარი, კი ყველანი შეიძლება გადაღლილები ვიყოთ, მაგრამ რეჟიმის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ძალიან ძიმე დააქვთ საქმე, ამიტომ ჩვენი უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გელოდებით ხვალ, გელოდებით ზეგ იქამდე სანამ ეს რეჟიმი არ დაინგრევა. დიდი მადლობა ყველას და შევხვდებით ხვალ.